ხმარჯობათ. მოგესალმებით, შემოკარგებო. დღეს მინდა რომ ორ საკითხს გამოვეხმაურო. პირველი საკითხი მოგეხსენებათ ქართული ოცნებისთვის ძალიან მძიმე, როგორც პოლიტიკური რეჟიმისთვის, იმიტომ რომ სერიოზულად დაუდგათ დღის წესრიგში საკითხი, რომ ეს ნაბიჯვრები ესენი შეიძლება ჰააგის ტრიბუნალზე იქნან გადაცემულები და თქვენ მოგეხსენებათ რა დაიდოს ძალიან სერიოზული დასკვნა ქართული ოცნების ქმედებებთან დაკავშირებით, რომ ამათი საქციელი უნდა გახდეს აუცილებლად ჰააგის ტრიბუნალის განსჯის საკითხი და შეუძლია ნებისმიერ ძლიერ ქვეყანას, რომელსაც აქვს თავის წესდებაში ესეთი საერთაშორისო მიმართულებით ინიციატივა აღებული ადამიანის უფლებებზე მიმართოს ჰააგის ტრიბუნალს და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად მიემართებათ, იმიტომ რომ ქართული ოცნება მარტო კაცო ამ ნაცებს კი არ იჭერენ და იმაში ყველას დევნიან. აი არავინ არ უნდათ, ყველას ანადგურებენ, ყველას სპობენ, იქამდე საკუთარ წიწილებსაც კი სპობენ რა, როგორც კი შეხედავენ, რომ ისინი სათანადოდ გადაკრუხდნენ უკვე ქართული ოცნების ბუდეში, მიზანმიმართულად მიაჩნიათ, რომ ესეთი ტიპები მოსპონ. ეხლა ისინი სხვას დაინდობენ, დაგროვდა რა, გვამებიც დაგროვდა, პოლიტიკური პატიმრებიც დაგროვდა, დევნის ობიექტებიც დაუგროვდით, რა ვიცი, ამ ნეგატივის დაგროვების მიღმა, ხო, საქართველოს აღარ დარჩა, მთელი უბედურება ეს არის. და ბიძინა ივანიშვილი ზის მარადიულად არავინ არ ეხება. ერთი ის არა, რა ქვია, განცდა იმისი, რომ რამე შემეშალა, თქვას, არა, ყველაფერში არის უშეცდომო, არის პეტაკი და ესენი ეს პატარა წიწილები, რომელიც ხო პატარა წიწილებს უძახი რა ნაბიჯრებს, რამიშვილებს და პროპაგანდონებს რა, ვინც აყავს იქ 1000 ხელისუფლებაში გამოსობილი ესა ხუინდრავები და ხაინდრავები და კობაია კობალაძეები და 1000 ნაბიჯრები ესენი განადიდებენ ზეცად ფარაონსა, რომელიც არის ღმერთის და კაცის ძე. ერთად შერწყმული რაღაცა მითოლოგიური არსება ბიძინა ივანიშვილი რა. ხო ახლა ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რა გვეხუმრება, მოკლედ დადგა რა ის დღე ძალიან რეალურია ეს სხვადასხვა დანაშაულებებისთვის, არა ვიღაცა ნაცების გულის გასარახარად, არა ვიღაცის კერძო პირადი თემებისთვის, არამედ ძალიან სერიოზულად დაუდგათ დღე იმისა, რომ ქართული ოცნება სერიოზულად შეიძლება იქნას ბრალდადებული ჰააგის ტრიბუნალზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საერთაშორისო სისხლის სამართლის კომიტეტი, რომელიც იკვლევს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს და არ არის რა ქართული ოცნების მსხვერპლი ცალკეული ადამიანები ქართულ ოცნებას უკვე ემსხვერპლა ქართველი ერი, ძალიან სერიოზულად ემსხვერპლა. ვინც გაიგებს ახლა ამ საუბარს, რომ ნაცების წისკვილზე ასხამს წყალს, ამ ის წისკვილზე ასხამს წყალს, ეს არის ქართული ოცნების ერთ-ერთი პროპაგანდა იმისთვის, როგორ გააჩერონ სიმართლე, თუ შეიძლება საერთოდ სიმართლე გაჩერდეს, მაგრამ საერთოდ იმხელა ტერორში იყო ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი ჩავარდნილი, რომ აი როცა იყო ამოსაღები ხმა იქაც ვერ ბედავდა ხმა, აბა ნაცობა არ დამაბრალონ, აბა ეს არ დამაბრალონ, აბა ვინმე მხელი ცუდად არ დამადოს და ისევ ჯობია თავი შევიკავო, ისევ ჯობია გავჩერდე და ვისაც ხმა ქონდა ამოსაღები და ქონდა იმის სურვილი ხმა და ვაშკაცობაც ქონდა იმისი, უფრო ამისთვის იკავებდა თავს და ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღარავინ აღარ დარჩა ქვეყანაში, გარდა ქართული ოცნების. იქამდე არც ნაცები აღარ დარჩნენ, შემოკარგებო. ქვეყანაში ნაცები არ არიან. არიან რაღაცა გარკვეული ხროვა, რომელიც თავს მოიაზრებენ ანასხლეტებად, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არის გაცამტვერებული ორგანო. ისინი ქართული ოცნება არ ებრძვის დღეს ნაციონალურ მოძრაობას. ქართული ოცნება ებრძვის საქართველოს, ქართულ გენოფონდს ებრძვის, ქართველებს ებრძვის და ამაში იყენებს მითოლოგიურ მტერს ნაციონალურ მოძრაობას. ამას მე ვამბობ. დაუძინებელი მტერი ახალაიების, სააკაშვილების, აი ამ ნაბიჯრების და კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ამათთან რო ბრძოლანდო მოდათ, დღესაც პუგალად კი არ გამოიყენებდნენ ბაჩანა ახალაიას, ბაჩუ ახალაიას თუ რაც ქვია დედამოწყმს ამას. აი ამას პუგალად კი არ გამოიყენებდნენ. თავის დროზე ეყოლებოდათ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჰააგის ტრიბუნალზე, ეგ და სააკაშვილი. მაგრამ არა, ათრიეს ეს დამპალი ხორცი იმისთვის, რომ ქართული ოცნების პროპაგანდას ეთქვა, შენ ნაცების საქმეს აკეთებ, სიმართლეს როგორ ლაპარაკობ.
შენ ქართულ ოცნებას ლანძღავ, იმიტომ ნაცებმა რო ხელი მოითბონ მერე, აი რაშია, რატო ათრიეს ესენი და ბაჩუ ახალაიას ბრალი წაუყენეს, თურმე იმაზე რა ქვია, ივანიშვილზე უთქვია რომ დასამხობია და არ არის დასამხობი ბიძინა ივანიშვილი და კრიმინალი სისხლის მსმელი კაცების მაუპატიურებელი კოჭილ ტიპებს რო ქირაობდა ოცლარად რო ერთ კაც მეორე ხმარა პროქტოლოგიურ დირგაში აი იმას მიაკუთვნეს სიმართლე რომ არა ახლა მე უნდა ვთქვა რომ მე ბაჩუ ახალაიას ვეთანხმები თუ როგორ გამოდის მაგი როგორ გამოდის აი სადამდე დაიყვანა ქართულმა ოცნებამ ქართველი ერის სიმართლე რომ სიმართლეს იტყვი თუ არა გახდები შავმხარის იმიტომ რომ ქვეყანა და მისი მართლმსაჯულება აქ ბიძინა ივანიშვილის ხელში ჩაგდებული და ახალაია სააკაშვილი ესენი ეს ნაციონალური მოძრაობა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არიან ტოტალურად გათეთრებული გაკრახმალებულები აბა მიდი რა მე თქვი ამდენი ხანი სიმართლეს ებრძოდნენ იცოდნენ ბიჭო ამგენმა იცოდნენ ბიძინა ვინ იყო ამგერმა მაშინაც იცოდნენ თავიანთ მიტინგებს თავიანთ პოლიციას თავიანთ ჯარს თავიანთსაც და არა სახელმწიფოსას ბიძინა რო უფინანსებდა და მე ხალხს რო ურტყამდნენ ამ ფინანსებით ქუჩაში მაშინაც კარგად იცოდნენ მაგრამ დუმდნენ არ ჭირდებოდათ მაშინ ამის ლაპარაკი ეხლა დაინახეს მხოლოდ ამდენი ხნის მერე ხელისუფლება რო დაკარგეს და გაცამტვერდნენ გამიგე აი რაშია საქმე წყალზე რო ტივტიობენ ახლა დაინახეს მარტო აქამდე მაგენი მაგას ვერ უყურებდნენ აი ამის თქმა მინდა აი ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენი ვალდებულებაა ქართველების განსაკუთრებით ემიგრანტების და ვისაც აქვს მაგის ტრაკი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შესაძლებლობები პირდაპირ მიმართოს სააგის ტრიბუნალს რომ კონკრეტული ფაქტებით რა თქმა უნდა მე მაგალითად ძალიან ბევრი ფაქტები მაქვს მარტო ბიძინა ივანიშვილზე კი არა მის სისტემაზე აი დღეს რო ახლა ოპოზიცია წარმოადგენს თავს მაგალითად ხიდაშელი რო გვიკითხავს მორალს რომ რა ცუდია ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული თავდაცვის მინისტრად 1000 უბედურებებს რო აკეთებდა რა მილიონები რო იშოვეს მაგან და მისმა ქმარმა უსუფაშვილის და ხიდაშელის პალნაში რო ირკვეოდა ქართველი ერის ბედი არ დაგავიწყდეთ და არჩევნები რო გააყალბა ერთი ხელის მოსმით 1500 ჯარისკაცი აი ესე რო გადაისროლა ვითომ საბრძოლო მოქმედებები იყო ერთი ბაზიდან მეორეზე იმიტომ რომ იმ 1500 კაცს რო ხმა მიეცა ხიდაშელის კანდიდატისთვის და ეს გიგითხავს დღეს მორალს ბიძინა ივანიშვილი თურმე რა ცუდია არა მე მაგ ამაზე მასალები აუცილებლად ანადოლიძე რო ყავს იქ 1000 ნაბიჭვრები ნათახსირალი ხალხი არა ესენი არ უნდა გაირჩნენ ცალკე ესენი ერთი გუნდნია ერთი სისხლია ეგენი იბრძვიან ხელისუფლებისთვის და არა საქართველოსთვის აი ამის თქმა მინდა ჩემო კარგებო რა აი ეს მინდა რომ ხო კი ჩემო კარგო მოგიყვებით მაგასაც იქ შაიშმელაშვილებზე დაინგეს კი რა თქმა უნდა აგერ დასვეს კითხვები რა თქმა უნდა კი ახლა დავდები Facebook-ზე მასალები ამერიკაში რო გაპარულიყავთ ისა რა ქვია ზურაბიშვილმა რო გააპარა ისა ხიდაშელის დროს საზიზღრობებს რო აკეთებდა ჯარში ბავშვების წამება რო დამალა შატლახა შაიშმელაშვილი ურია ხო და კაი ბიჭად რო გამოყავს თავი და დავდები იქ ჩემი ჯარისკაცის და მისი დედის საწყალი ქალი გარდაცვლილია მაგრამ ახლა მისი შვილი დიდად კაცად არც მაშინ არ ვარგოდა და არც ახლა ვარ გადიდა დარწმუნებული ვარ მაგას მაგის კაცობა იყოს ხმა მოიღოს მაგრამ ფაქტი ფასახეზია შემდგარი იურიდიული ფაქტია შენ დედას რო ასე მიაყენებენ შეურაცხყოფას მინიმუმ მისი ღირსება უნდა დაიცვა რა და რას აკეთებდა ეს შატლახა შაიშმელაშვილი ეს დედა მოწყრული იმ პატაკებშია ყველაფერი აღწერილი და რას გააკეთებდა ეს მაშინ როცა ვერანაირ ვერ შეხედავდა და ესეთი კაცი გადაიყვანეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროში და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ხალხს წამლავდა ოპერატიული დაგეგმარების უფროსი იყო და დღეს გამოდის ამერიკიდან და იმას იძახის რომ ისაო რა ქვია თურმე წამებას გმობს და უფლებებზე ლაპარაკობს ქართველი ერის ეს დედა მოწყრული რამდენია ის ქართველი არ იყოს საერთოდ ეს ბილწის პერმით ნაკეთები ურია იუდაშჯიში ხო და ამინდა ხა მაგაზე წაყვე მაგ ტოტალური ისინი არის რა ქვია დანაშაულებებია ჩადენილი და კონკრეტული ფაქტები არის მაგის წერილობით ფორმატში რა თქმა უნდა ჰააგას მივაწვდი ამ ყველაფერს არ არის მარტო საკმარისი რა არ არის არანაირად საკმარისი არა ქართული ოცნების წარმომადგენლებს გაუქმონ ისა ვიზები და თუ ვიღაცა წამოხტილი ბოზი ვერ შემოვა რომელიღაცის
ქართული ოცნების ცოლშვილი იმაში ევროპაში ფულის დასახარჯად მაგი სულ ერთ ადგილზე ვკიდია ჩვენ ქართველებს რა ჩვენ გვინდა აბსოლუტურად ქართველებს ვინც არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ისე გაეყინოთ ის რესურსები და წვდომა ბანკებში ევროპულ ბანკებში გაეყინოთ მათი წვდომა ქონებაზე უძრავ ქონებაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ბიზნესებზე რა თქმა უნდა რა ძალიან ბევრი ბიზნესები აქვს უცხოეთში და ამ შემთხვევაში კიდე დავიჯერებთ რაღაცას რომ ვინმე ქართველი ერის მეგობარია და არჩენი არის პოლიტიკური თამაშები და არჩენ შეიძლება აღიქვას შანტაჟის მექანიზმებად ყოველას უნდა ახლა ჩვენ ქვეყანაში გაატაროს თავის პოლიტიკური ინტერესი ვერ აღწევს ამას მე იწყებს მაგაზი ლაპარაკს თუ ვინმე ზრუნავს დემოკრატიაზე ეს ნაბიჯები უნდა გადადგას რასაც მე ვლაპარაკობ დანარჩენი არის ყველაფერი მისტიური ზღაპარი თეორიები და არაფრის მომცემი რა თქმა უნდა საქართველოში ქართული ოცნების დროს ადამიანის უფლებები ძალიან სერიოზულად ილახებოდა და ილახება და კოლაბორაციაში არიან შესული ძალიან ბოროტ ძალასთან გადმოიბარეს ხურჯინით ნაციონალური მოძრაობის ჯალათები რომლებიც უნდა გასამართლებული იყვნენ ჰააგის ტრიბუნალზე. მე ამ საკითხთან დაკავშირებით ამაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. არის რა თქმა უნდა სახელები, გვარები, ყველაფერი კარგად იცის შემოკარგებო და მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც უნდა იქნას მიღებული და უნდა იქნას გადადგმული და ესენი უნდა იქნენ გასამართლებულები. სხვა გზა ამათ არა აქვთ. და ქართველებსაც არა აქვთ გზა. აი ამის თქმა მინდოდა შემოკარგებო მეთქვა. ახლა რაც შეეხება მოკლე ჩემოუბრუნდები და მოკლე ანალიზ გავაკეთებ რა იმისას რაც სოფლიოში მიდის სოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება მოგეხსენებათ იმიტომ განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ჩვეულებრივ მიმდინარეობს ომი ამ ომის ფაქტორში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ანკლავს შორის და ირანის ანკლავს შორის იკვეთება ძალიან ბევრი არასახელმწიფოებრივი რაღაცეები ახლავე გეტყვით რა არიან ძალები საქართველოში რომლებსაც აწყობთ სერიოზულად არეულობა არეულობაში მოვიაზრებ იმას რომ ეს ხალხი ცდილობს სერიოზულად დაარტყას ქართულ ინტერესებს ქართულ საზოგადოებას და პირდაპირ გეტყვით რა ისინი ცდილობენ ყველანაირ შემთხვევაში ისინი ცდილობენ რომ როგორმე ირანმა საქართველოში გამოუშვას ბალისტიკური რაკეტა. აი მაგალითად ვინ ცდილობს ამას? ვიღაცა კი არ ცდილობს, კაცო. ამას ცდილობს თანამდებობა დაკარგული ნაბიჯვარი გენერალად რო დანიშნეს ამ გერმა და მე მიუმატეს იქ წოდებები წაგებულ ომებში ამ ვახოია კაპანაძეს, რომელმაც თავისი გენშტაბის უფროსი იყო და თავისი შვილი ბიზნესში ჩართო ავღანეთში დაჭრილი ბიჭებს გააყოლა ამერიკაში, ახლა მის მოსავლელად კი არა, სინამდვილეში უნდა მოეარამარა იმან რა უთხრა იცი ამ გასოცდებულ ხალხს. ახლა მე თქვენთვის ამცალიაო, რომ ამერიკაში რეჰანას კონცერტზე მაქვს ბილეთი ნაყიდიო და დაყარა იქ. როცა უნდა მომსახურებოდა ამ ბიჭებს და პუნქტამდე მიეყვანა, რომ შემდეგი პროცედურები გაეკეთებიათ და ჩაეტარებიათ. აი რატო იყო იქ წასული რიჰანას კონცერტზე და ფული საშოვნად. იქაც ერიცხებოდა და სამივლინებოდ და შიგნითაც ერიცხებოდა. კარგად გაამზითვა მისი შვილი და სერიოზული ფული იშოვა და სახლები იყიდეს და გაძარცვეს ყველაფერი, თუმცა პასუხი მისთვის არავის არ მოუთხოვია. ეს თინახილაშელის მინისტრობის დროს ხდებოდა და ასეთი ტიპი გამოდის ტელევიზიით. ეს სინკარა, ზედმეტი სახელი, ვახტანგ კაპანაძე, სინკარა იმიტომ ერქვა, რომ კოდის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების ყაზარმებს ხსნიდა სინკარებს და იპარავდა და ყიდიდა და შეარქვეს სინკარა და მე იმაზე პოლიგონზე ჩემ დროს ეგრეთ წოდებულ სასროლეთი ქონდა გაქირავებული და ცხრები და ესე თხები და ასეთი რაღაცეები ყავდა გაშვებული რომ ფული შემოსვლოდა ამ დედა მოტყნულს ამას და ახლა დღეს გამოდის და რა განცხადებებს აკეთებს იცი აი ბაქოს უბსის ტერმინალიო ყველაზე სუსტი და უცვლელი ადგილიაო და ირანის ადგილზე რო იყო ამას დავარტყამდიო ამას რო ბიჭო არ უნდა ამას ახლა გენერალი რო იყო რა და სამხედრო წოდება რო ქონდეს ამას რო ნებისმიერი კაცი იტყვის შენ ქვეყანასთან ტელევიზიით რა რაღაცა ხის ჩუდილში კი არ ამბობს წამოწოლი რა გუშტებში რომ ენრიხე და ბენრიხე ერთმანეთში ლაპარაკობენ რა მე ბებია ილიკო და ილარიონი როა რა გერმანიის ამბებს რო განიხილა ინა წისკვილის ამბები კი არ არის ოფიციალურად ამბობს ამას იქ დავარტყამდიო ამას ამბობს გენშტაბის ყოფილი უბროზი ექსპერტის წოდებები რო აქვს და მოუმატეს რაღაცა და უთითებს პირდაპირ ასე სამიზნეს აი სად ჩაბომბეთ სად დაარტყით აქ დაარტყით ამას ამბობს და
და ამაზე პასუხს არავინ არ თხოვს. დაიბარეს იქ რაღაცა გამოუშვეს, მერე რა ანალიტიკა გააკეთა. გამიგე? ანალიტიკა გააკეთა. ანალიტიკა გააკეთა, კი რა, მტრობა გააკეთა, ხალატი გააკეთა. საბოტაჟი გააკეთა. ამას ქვია ესე იგი მიზანი მისცა სამხედრო ენაზე. და თუ რამე მოხდა ამაზე, ხო? კაცი შვილი ამაზე ხმას არ ამოიღებს. და ის ცალკე პრობლემა არის, რომ ყველა ქვეყანას თავის დაზვერვის კონგლომერატი რო ყავს საქართველოში და ხანიკ რო გამოდიან და ისრაელის ელჩი თავისას რო ყვირის და იქ პროაზერბაიჯანული მოსახლეობა პროირანული მოსახლეობა ძირითადად აზერბაიჯანული კონკლავი რო გამოდის და არაქართულ ენაზე რო ჩვენ ქვეყანაში აქციებს აწყობს არაქართულ ენაზე ხას უსვა თუ ვინმეს უნდა აქციის გამოხატვა და აზრის გამოხატოს იქ ქართულ ენაზე ასეთია კანონი და არა აზერბაიჯანულ ენაზე და არა თურქულ ენაზე და არა ირანულ ენაზე ქართულ ენაზე უნდა გააკეთოს ეს არა ეს არ არის არც თავისუფალი აზრის გამოთქმის მცდელობა და არაფერი ეს არის პროქსი ძალები რომელიც გარკვეული მიმართულებით აძლიერებს სხვადასხვა ანკლავებს საქართველოში და მიდის საქართველოს სადაზვერვო ომები და ეს ომები მიდის ჯერ მარტო ჰიბრიდული პროცესით და ნებისმიერ დროს შეიძლება გადავიდეს ტერორისტულ ომში ნებისმიერ დროს შეიძლება ამგენმა ერთმანეთის ძალებს დაცხონა აქ შეიძლება თავისუფლად ჯდება იმ ანალიტიკურ ჩარჩოში და იმ მოზაიკაში რომ ერთმანეთი ააფეთქონ და რას გამოიწვევს ეს ანარქიის გარდა საქართველოში აი შეკითხვებს მეც არაფერი ეს ერთი რომლის სიღრმეში მე არ შევალ ახლა და არსებობს უფრო საშიში საკითხები ამათ ეგრეთ წოდებულ ტელევიზიებს რო უსვენ კეზერაშვილი ნუ გასაგებია ეს ისრაელში გაასამართლეს მარტო დეზერტირობის გულისთვის მაგრამ ნუ ახლა ეტენება იქ ებრაელებს და პროებრაული ტელევიზია პირდაპირ და ის ნაბიჭვარი რო ყავს ის ბადრი პატრაკაციშვილთან რო ყავდა მაშინ რა იღლიაში და მე გაყიდა ბადრი პატრაკაციშვილი გიორგი თარგამაძე მე არ ვიცი ესე იგი ვინ მოყავს ეთერში და რას უთმობენ ეთერს რა ეს არის გამოწვევა პირდაპირ თან რა არის ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ვერ დაარტყამენ იქ რა რაკეტებს და ტერიტორიაზე ვერ მიწვდება და ფიზიკურად ვერ არა ნუ სადაც უყურებს აქ საელჩოებს იქვე ურტყამს რა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნამდვილად მოწვდება ირანიდან ბალისტიკური რაკეტა საქართველოში. გვაწყობს ახლა ჩვენ ეს? გვაწყობს, აი ვეკითხები მე ვინმე ბიჭო, რატო არ ფიქრობთ ამაზე, ამის დედა, რატო იწვევთ? რატო ზედმეტად ზილავთ ამ თემას? რაში გაინტერესებთ? იქ რა ხდება, ვინ ვის როგორ ანაირად ურკვევს საქმეს? რა გვაქვს ჩვენ შეერაღებული ძალები გვყავს აერო თავდაცვა გვყავს აი რო წამოვიდეს ეხლა ჩვენთან კარგი ერთმანეთი დაუხოციათ მაგრამ ჩვენ ტერიტორიაზე რაც ხდება ხო ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია ბიჭო რამე რო წამოვიდეს ჩვენ ამ რაკეტეს აერში გადავიჭერთ ვერაფერსაც ვერ ვიზამთ ჩვენ არა ვართ ისეთი ქვეყანა აერო თავდაცვა საერთოდ გაგვაჩნდეს ჩვენ თუ რამე გვაქვს ეთყობა ბიძინასახლისკენა ახლა მიმართულ რომ ბიძინასახლი არ დაბომბოს არავინ აი ეს ხდება მარტო ჩვენ დიპლომატიურ სკანდალშიც მოვექცევით, გეოპოლიტიკურ სკანდალშიც მოვექცევით. და საცეცხლე წერტილიც გავხვდებით ამათიანით, იმიტომ ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, აი როგორ იწვევენ, იცი? ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი მიზნები არ მიუღწევია და მალე მიაღწევს და ირანი განადგურდება და ირანის ძალები განადგურდება და ასე იქნება და ისე იქნება და ბიჭო უსმენ ამას ეს даже ჟურნალისტიკაც არ არის ეს რა. ესეთი რაღაცა რომ გულში გქონდეს, ნამდვილად რომ გქონდეს და გინდოდეს და ჯერ იმიტომ არ უნდა თქვა რომ ჟურნალისტი ხარ რა. იმიტომ რომ ობიექტურების რაღაცა ზღვარი შეინახო. და მეორე ესეთი რაღაცა იმიტომ არ უნდა თქვა რომ პასუხისმგებლობა უნდა გაგაჩნდეს ნებისმიერ დროს შეიძლება შენ საუბარს ყურადღება მიაქციონ. და მოგიღონ მიზანში. შენმა ერთმა არასწორად გათქმულმა სიტყვამ ეს ბიჭო აგერ ბომბავს მისი სარწმუნოების ხალხს ბომბავს ამის დედავატირი აზერბაიჯანს დაარტყა არაფერს არ ვამბობ იმაზე რომ ინჯერლიყზე გაუშვა არაბულ სახელმწიფოებს ბომბავს იქ ნახევარკუნძულზე რატო დაგინდობს ისტორიული მეგობარი იყო შენი სისხლი არ დაუღლია შენი მოსახლეები არ აუთესია და არ წაუყვანია თუ რა რუქნია რა დაუკლია შენთვის რატო არ გიზამს ამას რატო არ გაგიკეთებს ამას მე ვსვამ ამ შეკითხვას ეს ლეგიტიმური შეკითხვა არის
და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო უშიშროების სამსახური სრულებით არაფერს სრულებით დიდ ღალატში არის წასული სრულებით უკრავს ტაშს რა მოხდება და როგორ მოხდება ამ დასაწვავი როგორ გითხრათ ახლა ანასხლეტების და ამ პროქსი ძალები არიან ჩვეულებრივი ესენი რა როგორც ის აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ყავს ირანს დასაყრდენი ძალა ესენიც არიან პროქსი ძალები რა ეხლა ვიღაცა გამოიყვალეს არ მახსოვდება მათი სახელები უბრალოდ ისეთი არაფრის მთქმელები არიან მაგრამ ამათ სახელებზე მეტად ესენი უსახელო ნომრიანი ტიპები არიან ამათ სახელებზე მეტად ამათი გამოთქმული აზრები არის საშიში რას ამბობენ იცი აიო იქო ირანიო რო აფინანსებსო საქართველოშიო იმასო თავის ინსტიტუტსო იმასო იმდენად არ იკვლევენო საქართველოს უშიშროების ძალებიო მეო პრო ამერიკელი რო არო მეგობარი სახელმწიფოს აი მეო ბოლომდე მავიწროებენო რა და როგორ ამბობს იცი აი როგორც ჯვარცმულია რა აი მომაქციეთ ყურადღება თქვენი გულისთვის ვიტანჯები და შეხედეთ მე აი როგორ ვიტანჯები და როგორ მჭირდება მე დახმარება და როგორ ვიბრძვი მე ჩემ ქვეყანაში რომ ჩემ ქვეყანას უბედურება მოუტანო იქნება რამე მოხდეს რომ მე ჩემი სახელით თქვენ ამაზე რამე თქვენი პოლიტიკა გააკეთო აი რა არის ნარატივი გამიგე აქ არის თუ ქართველი ხარ თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებ და თუ მით უმეტეს არასამთავრობო უწყების წარმომადგენელი ხარ რომლის ძირშიც უნდა იდოს ის რომ შენი ერისთვის და ხალხისთვის იზრუნო წინააღმდეგ შემთხვევაში შენ იუსტიციის აღლი არ მოგცემდა ხო უფლებას რეგისტრაციის შეიძლება სახეცვლად ყოველთვის აკეთებდი მტრულ საქმეს მაგრამ ქაღალდზე ხომ მაინც წერია რომ შენი ქვეყნის კეთილდღეობას და საზოგადოებას უნდა ემსახურო ასეთ რაღაცას ასე საჯაროდ რო აკეთებ ღალატით ნუ თუ ამაზე პასუხი არავინ არ უნდა მოგთხოვოს რა ანუ რა გამოდის იცი ის აგენტები ეს იმ აგენტს არ სჯიან მე აგენტი რო ვარ მე მსჯიან და აი შეხედეთ რა მე რო რა ხდება ხალხო ამის დედავატირე რა და ამის მერე მამუკა მდინარაძეს ორ წოდებას ორ სამხედრო წოდებას ჩუქნის კობახიზე ერთ დღეში მაიორს და ვიცე-პოლკოვნიკს ერთად ეს არის მაღალი რანგის ოფიცრის წოდებები მნიშვნელობა არა აქვს ჯარი იქნება პოლიცია იქნება უშიშროება იქნება ორი წოდება და მანამდე კიდე წოდებები მიცემული აქვს ხალხო გესმით რაშია საქმე არსად არც ერთ ქვეყანაში არ დაგაჯეროთ არავინ აფრიკა არის რა აი ერთმანეთს რო დასდებდნენ და ჭამდნენ ისეთი გენოციდი რო იყო დიდი ბერეტებით და ესეთი დიდი ვარსკვლავებით რო დადიოდნენ რა ტიპები გენერალზე მეტად კაპიტანი რო ფასობდა წოდება იმიტომ რომ კაპიტანი მაგათ ყურს კარგად რო ხდებოდა მეტი ინტელექტი რო არ უშვებდათ აი იქ არ ხდება ესეთი დაწინაურება იმიტომ ყველამ კარგად იცის რომ სამხედრო პირის კარიერულ ცხოვრებაში მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელი იქნება სამხედრო მით უმეტეს უშიშროება კიდე განსაკუთრებით ხო არსებობს მხოლოდ ერთი ზედწოდების მიცემის პრაქტიკა აი ხარ უფროსი ლეიტენანტი მოგცეს ერთი წოდებით იქეთ გამოგო როგორ შეიძლება ორი წოდება ერთი იმაში რა ქვია დღეში კაცო თამაში კი არა ბაღი კი არა რა თმინდა მე ასეთი სახელმწიფო რა თმინდა ასეთი ბუტაფორიული სამშობლო რო ერკვეს ამ ტალახს ამ ჭუჭყიან ნაგვის ბუნკერს ამას სრული ამ სიტყვის ჯერ არა ჩემი სამშობლო იქ რაც ხდება ეს არა ჩემი სახელმწიფო იქ რაც ხდება ამ სახელმწიფოს ფორმა არ გააჩნია ამ სახელმწიფოს სტრუქტურა არ გააჩნია და ვიღაცა ნაბიჯვარი გამოვა და მე დამიძახებს რომ მე უსამშობლო ვარ მე უსამშობლო ხარ შენ დედამოწყნო ამ ყველაფერს რო უყურებ და მაქა ხარ და გამოსვლის სურვილი არ გიჩნდება ხმის ამოღების სურვილი არ გიჩნდება და ეს ნორმალურ ფაქტორად მიგაჩნია სახელმწიფოს რღვევა ვითომ კალათაში ჩავყოფ ხელს და მივცე მაგერ ერთ წოდებაზე ერთი კაპიტანია ერთი გენერალია ერთი ვიცე-პოლკოვნიკია ერთი ეს არის რა პრობლემაა კალათა ჩემ ხელშია
აი ესეთი გაგებით ხდება ეს და მერე ომი რო ხდება ქვეყანაში, სად გარბიან ეს ვიცე-პოლკოვნიკები, ეს ერთდღიანი გენერლები, ერთდღიანი კაპიტნები, ესენი მე ვნახე სადაც გარბიან. და მე ვნახე მე გამოცდილება მქონდა ამისი და მივიღე ეს გამოცდილება, ძალიან მძიმე გამოცდილება მივიღე. და ძალიან ცუდი რაღაცა ვნახე, რომელიც მე ჩემი სიკვდილის პირამდე არ დამავიწყდება. ეს არის ჩვენ კიდე რა ვართ, იცი, ჩვენ იმის უნარი არ გაგვაჩნია, ჩვენ უბედურებაზეც რო ვისწავლოთ. და მე ყველა გავანადგურეთ ის, ვისაც გამოცდილება ქონდა, გვერდში არ დაუდეკით. იმიტომ რომ ამათმა მოყვანილმა ეგრეთ წოდებულმა თხებმა გინახიათ ქართული ფილმი, არ ვიცი ახლა. დიდს არა, ახლანდელი არა, არ უყურებ არაფერს. აი ბავშვი რო ვიყავი რა, არ მახსოვს იმ ფილმს რა ქვია სამწუხაროდ, მას სიუჟეტი მახსენდება ესეთი, თხას რო ცხრები შეყავს რა, ფარაში. და მიკედლებული ძაღლი რო აკვირდება ამას შორია, ბოინია რა. და რო შეყავს ეს ცხრები ამ თხავს, ცხრებს კლავენ და თხა გამოდის და პატრონი რო კამფეთს უდებს პირში. და მე საბოლოოდ ამას რო უყურებს ფოტოგრაფიულად ეს ძაღლი უყურებს და რო გამოღადრავს კისერს. და რო დალევს მის სისხლს და დააწვენს იქ. აი ასეთმა თხებმა გვიტირეს დედა რა. იმ ბიჭებს ვინც ამ 2008 წელში მინის იქეთ რა თქმა უნდა მნიშვნელოვან ომებში. არა პუტჩისტურ ომებში, არა ვინ ნამდვილად ქვეყნისთვის ომობდა რა. რაღაცა ქონდა გაკეთებული. და დარჩნენ ესენი რა, უწარსულო ადამიანები, რომელიც ყავის სერვისში და იმაში რა ქვია, ნიშნავდნენ ამათი ცოლები გენშტაბში ტიპებს და ტრაკ წამოხდილი ნაბოზურები იმას იხდიდნენ და დღესასწაულებს იქ და მე რუსებს დაცინიანო რუსეთში ესე ბოზობა იციანო და ამაზე მეტი ბოზობა ბიჭო ვინ იცის და ამაზე მეტი ჩართლახობა ვინ იცის სადაა თქვენი ინტერესები თქვენ ვინ გიყვართ თქვენ ვინმე ახლა რო შეეკითხო უკრაინა საქართველოზე მეტად ამათ უყვართ უკრაინა ამათ თავიანთი თავი უყვართ ამათ პონტები უყვართ დაჭირდებათ პონჩი და გენშტაბში ნამცხვარი ყავა დავაი წავიდა იქ მე გვერდზე გაყვანა და ჟიმაობა ესა ამათი სიუჟეტი მეტი არაფერი შეიცვალა პოლიტიკა იცვლება პოლიტიკა გარესამყარო იცვლება ყოველდღიურად იცვლება ეკონომიკური ინტერესები აგერ რა გამოცხადა რომ 24 დღეთ რუსული ნავთობის შესყიდვა გახდა დაშვებული გამოცხადა ოფიციალურად გამოაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და რუსეთს მიდის შედის ფული ამაში სადახართ ახლა თქვენ მაგარო უკრაინელებმა განსაკუთრებით უკრაინაში რო ხართ ის ყოფილი ნაცები გაპარულები რა და ახლა რატო არ გმობთ ახლა აღარ არის უკრაინა თქვენი ისა სამშობლო რა ხდება მაგ რუსული ნავთობის ყიდვა ახლა გრეხი აღარ არის უკრაინა ახლა ოკუპირებული აღარ არის თქვენ დამოწყნულებო თქვენ რატო ვერ იღებთ ხმას გეშინიათ რომ კიდევ თქვენმა პატრონმა ჟაკანი არ დაგადოთ თავში თქვენ დემოკრატია ეს თქვენი იდეისა წინააღმდეგო რაღაცეები ხო უყურებ თქვენ იდეას ემსახურებით თქვენ იდეას არ ემსახურებით თქვენ პატრონებს ემსახურებით თქვენაირ ადამიანებს არ შეიძლება იდეა გააჩნდეთ თქვენაირი ადამიანები სწორ ხაზოვნად მიყვებიან სხვის მიერ გაჭრილ ეგრეთ წოდებულ არხს რომელიც შეიძლება ჩავიდეს ბოლოს და ბოლოს იმ ტუალეტის თხრილში რასაც ჩეჩმა ქვია და ჩახვალთ კიდევაც იმიტომ არ შეიძლება სხვანაირად ეგ მოხდეს სად წავიდა საქმე ხო უყურებთ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა გახდა ლეგალური იმიტომ რომ რა ვქნა ბოდიშით მაგრამ პრობლემებია ჰორმუზის სრუტეში რომელიც დედამიწაზე ნავთობის 1/5-ს ატარებს და ხო ვეღარ ატარებს და ამიტომ მე რა უკრაინის ინტერესები დაიხევს უკან ვაი იმ საცოდავ ხალხს ვინც იქ მოკვდა რა და ვაი იმ საცოდავ ბიჭებს და ვაი ეგ არის ამათი შეკრული პირი ეს არის ეკონომიკური სანქციები როგორ გაიყიდა უკრაინა ირანის ომზე და ვინმეს გონია ახლა რომ ირანში ომი დღეს და ხვალ დამთავრდება და დარტყმულია ზევიდან ამიღებულია საჰაერო ომი და всё მორჩა ახლა ვიღაცა ბრიყვი გამოვა ახლა იდიოტი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და დაჯდება და ამხელებს და აიწყებს და დიდი ექსპერტი რომელი ექსპერტი ბიჭო ჯარში არ გასულა ავტომატი არ აუღია ხელში ერთი ღამე არ გაუთენებია კუთხეში სადმე რაღაც ისაყარავო და ასეთი ტიპი გიზის იმაში რა ქვია ეთერში და გეუბნება რომ ექსპერტია სამხედრო ექსპერტია და იქიდან აკუბარდიაშვილი გამოვა მე და ეს ტეონა აკუ აცუბარდია
ექსპერტია. აგერა სულ რაღაცა გუშინ ისრაელის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა იქნა გაშვებული და აქედან 2 მიზანს მოხდა და ეს საბრძოლო ტვირთი გაიშალა პირდაპირ მოსახლეობაში და არის მსხვერპლი. ეგ გინდათ თქვენ რო იყოს საქართველოში. მე ვიცი რომ ეს გინდათ და თქვენ ისე უყურებ, აი ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თქვენ ისეთი ლოგიკით მიდიხართ ხელისუფლებას რა და ოპოზიციას თქვენ ამას მიაღწევთ ბოლოს. არავინ არ იქნება ამაში დამნაშავე გარესამყაროდან. იმიტომ რომ იმაზე დიდი დამნაშავეები ჩვენ რო გვყავს ხელისუფლებაში და ოპოზიციაში. ესეთი დამნაშავეები არ მეგულება დედამიწის ზურგზე, რომელიც ქართველებს მტრობდნენ მეტად. ეს არის სიმართლე. და ეს არის გარდაუვალი სიმართლე. ამის თქმა მინდოდა და ვაკვირდები კიდე რა თქმა უნდა განსახილველი ძალიან ბევრი რამეა ეგ პროცესები ვისაც აინტერესებს ეს აღმოსავლური თემატიკა მე მაგალითად გულახდილად გეტყვით რომ აბსოლუტურად წარმოუდგენლად მიმაჩნია ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყება და ნებისმიერი საბრძოლო მოქმედება რომელიც გათვლილი არის იმაზე რომ საჰაერო დარტყმიდან შეცვალოს პოლიტიკური ვითარება ამ ხელაზე განზე რომელიც თურქეთზე დიდი სახელმწიფო ირანი და 90 მილიონია მოსახლეობით და არ რესურსებს არ ვლაპარაკობ. ბოლოს და ბოლოს აგერ ატომს ცდილობდა რომ გაიკეთებია და ნებისმიერ დროს ჩემი აზრია ეგეთი რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ბინძური ატომური ბომბი გამოიყენოს. იმ დონის წარმოება კი ქონდა რომ ეს გააკეთოს. მე ესეთი შტაბეჭდილება მრჩება რა რომ ბინძურად შეუძლია გამოიყენოს რა თქმა უნდა არა იმ მასშტაბით მაგრამ დაასნებოვნოს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები. და ამათ რო უყურებ საქართველოში ამ დედამოწყნულებს ამათ უხარიათ რომ ატომურ ელექტროწარმოებებს დაარტყეს ატომურ საწარმოებს დაარტყეს ბუნკერში ეს გასკდა ის გასკდა და ეს დედაათრებული ამერიკამდე რომ რაღაცა მივიდეს ადრე თუ გვიან იქ ისეთი რაღაცა თუ მოხდა ამ ნივთიერების გაჟონვა და ძალიან ცუდად რეაქცირება და ასე შემდეგ ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს აგერ ჩერნობილის შეხედეთ და აგერ შეხედეთ მას იაპონიას რა ყველაზე მცირე დააკვირდით ამას ამერიკამდე ძალიან დიდი მანძილია ოკეანე არის და წინაღობა არის გეოგრაფიული ფორმით არის ეს წინაღობა შექმნილი თუმცა ღრუბელი და აერით ყველგან შეიძლება გადავიდეს უბედურება ამ შემთხვევაში თქვენ არ გისწავლიათ ბევრს არ გისწავლეთ ვისაც უსწავლია არ ვეხები მასობრივი დაზიანების იარაღი და მისი ნეგატიური გავლენა რაში მდგომარეობს რამდენი სახის განშლა შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური იმას ეს უკვე ჩამოყალიბებული სახით თუ მივიღეთ ექსპლოზია ატომური სოკოსი მაგრამ იმის გარეშე არსებობს ატომური ენერგიის მიერ გამოწვეული დაზიანებები რომელიც სამხედრო მიმართულებით შეიძლება იქნას გამოყენებული და ჩვენთან რომ მოგვივა თბილისში ღმერთმა დაგვიფაროს ატომური წვიმა აი მე და ატომური თოვლი აი მაშინ მივხვდებით რომ თურმე არ უნდა გაგვეხარა იმაზე რაც ახლა იქ ხდება. გავანებოთ ჩვენ არავინ არ გვეკითხება იქ რა მოგვარდებიან ერთმანეთში. გაიყოფენ იმ ნავთობს, ერთმანეთს ამოწურავენ ნუ დავარქმევთ ჩვენ იმას, გაერო არ არქმევს, გაერო სანქციის გარეშე ხდება ეს საბრძოლო მოქმედებები, კიდევ ერთხელ ხვალდაზე გვინ რა შეხედულებას მიაგერ ესპანეთმა ასადოდ არ მიცა ლეგიტიმაცია ამ ყველაფერს. არა ვარ ჩვენ ისეთი სახელმწიფო ესპანეთზე დიდი პრინციპული და მით უმეტეს სამხედრო ან ტექნოლოგიური ან პოლიტიკური ან დემოკრატიული დონის სახელმწიფო ვიყოთ. რა კი ჩვენი დავაყენოთ ჩვენ ადგილზე? გაჩერდით. ნუ ემსახურებით სხვას იმაზე მეტად ვიდრე საკუთარ სამშობლოს და ამ საკუთარ სამშობლოში ცხოვრობთ დღეს თქვენი ოჯახები, თქვენ დედამოწყნულებო თქვენ. ნუ იწვევთ ძალიან ცუდ რაღაცას, თორე შეიძლება მუხლზეც გადავტყდეთ ამ პროცესებში. არ ინდობს არავის. გინდა ლომის ღრიალი დაარქვით, გინდა ის დაარქვით, გინდა ეს დაარქვით. ფაქტია.
იმას რო უთვლით ირანმა რამდენი რაკეტა ისროლა და რამდენია ისროლა და რამდენი გამოისროლა. ეს არის მობილური სისტემა. ირანის სამხედრო სტრატეგია არ არის გამარჯვებაზე გათვლისა, გადარჩენაზე გათვლილი. თელი შეერაღებული ძალები ააწყვეს გადაადგილება გასროლა დაივიწყეს მეთოდზე. არ არის ისეთი რაღაცა, რომ აი კონკრეტულად ერთი ადგილებიდან ხდებოდეს საცეცხლე იერიშების მიტანა. დღეს აქ არიან ხვალ, იქ არიან ზეგ, იქ არიან და დიდი ტერიტორია არის. ყველაფრის ამოწურვა, ყველაფრის განადგურება, ნებისმიერ დროს ჰაერში მიდის ომი მიდის საინფორმაციო, ომი მიდის სტრატეგიული, ომი მიდის ყველანაირად. ახლა არ ვიცი თქვენ მიაქციეთ ყურადღება თუ არ მიაქციეთ, ზოგადად რადიოს ისეთი რადიო მეთოდებით ხდება ბრძოლა და გადაიცემა, აი მაგალითად მთელი ირანის ტერიტორიაზე, როგორც აი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო რა. მოკლე ტალღური რადიო მოყვარულების დონეზე ირანის მეშვეობით გადაიცემა ციფრული კოდები. არავინ არ იცის იქ რა ხდება, ვინ იღებს ამ კოდებს, ვინ უკეთებს დეშიფრაციას, ვინ მოქმედებს დაზვერვა, ალბათ დიდი ალბათობით დაზვერვა. მერე ვიღაცა პელენგაციას ცდილობს ამისას და იქ მიდის, ომი მიდის, ჩვენ რო არ გვძინავს, მაშინ იქ ომი მიდის. და ნუ გამოვიწვევთ ამას ჩვენ თავზე. არ გვინდა გავჩერდეთ. ბევრი არიან ჩვენ ქვეყანაში ირანელები. ძალიან ბევრი არიან და ძალიან კარგად არიან. და სარწმუნოებითაც მათი რელიგია არ შეიძლება კიდე აი როგორ გითხრათ ახლა რა ვიცი რა ვიღაცა უნდა იყოს და ამა თუნდაც საპატრიარქოდან აი გენი რას გამოვლიანეს დედამოწმულები კიდე ქრისტე ყავთ გაყიდული იმაზე მეტად იუდამ რო გაყიდა. ბიჭო ესე იგი რა ხდება იცი? გამოდიან და აკეთებენ რანაირ რაღაცაზე იცი დაცინვას, ანუ იქო ისო რომ მოკვდაო მათი სულიერი ლიდერიო, იმასო 73-75 ქალწული დახვდებაო 64-შეო და ასე იქ დასცინიან რას იქ ხო მოწამე ჩერაცხეს ის. ანუ შევეხები ჩვენ უბრალოდ რას დაცინიან, იცი? ამათ რწმენას დასცინიან. და დასცინიან იმიტომ კი არა რომ აი რაღაცა უადგილო ლაიქები მოივა, არა, უნდათ რომ გამოიწვიონ რა რელიგიურ ნიადაგზე გამოწვევას ცდილობენ. 90 მილიონი კაცი ყველაზე მცირე არაფერს არ ვლაპარაკობ ანგლავზე. ხომ მოიაზრებს იმ სარწმუნოებას მისთვის ძალიან თბილს და მისაღებად. იგი არა ამერიკის პრეზიდენტმა თქვა სხვა ლიდერიო, ვინც იქნება სულიერი ლიდერიო, იმას დაველაპარაკები. ამ ხელა ომი მიმდინარეობს ერთმანეთში და სულიერი რელიგიური შეურაცხყოფა ერთმანეთისთვის არ მიუყენებია. ესენი ამას აკეთებენ. ვინ ჩემ ფეხები ხართ ბიჭო თქვენ აი ეს ანასხლეტები რა. ძალიან მძიმე ვითარებაა. მორალურად, სულიერად, იდეოლოგიურად არ დატოვეს ერთი რო კონდეთ ახლა იმის შანსი რომ აქედან გაუშვან ირანში რაკეტა გაუშვებენ. დამიჯერეთ რა არავის არ დაეკითხებიან გვარამია აი ეს რა ქვია თარგამაძე ინკა გრიგოლია და ესე და თან ამ რაკეტას ტრაკით შეაჯდებიან და ზედ გაუშვებენ რა ამ რაკეტას და ამის ფონზე ქოცებს როგორი ნარატივი აქვთ საერთოდ ამ ყველაფერს არ ეხებიან არ ერევიან ჩვენ მშვიდობა გვინდა. ვია ჩემი ღლე მშვიდობა უნდა დამადედავადი. სადაა ბიჭო მშვიდობა? ერთი კაცი მანახეთ, აი დაიწყეს, ხო დაიწყო ხო ხიდაშენის წინააღმდეგ საბოტაჟით გამოდი. რატო არ არის ხიდაშენი დაჭერილი? ციხეში რატო ვარზის თქვენი დედა შევეცი ქართულ ოცნებას ვეუბნები მე. კაცმა რომელმაც პირდაპირ მოუწოდა ირანის შეერაღებულ ძალებს სუბსისტემური დაბომბეთო, რატო ვარზის ის ციხეში? რა უნდა გააკეთოს იმან მართლა უნდა მივიდეს და ირანელების მაგივრად ააფეთქოს ბაქოს უბსაჯეიხანის წყალსა ნავთობ სადანი თუ რა უნდა გააკეთოს იმან თავის გასაკეთებელი გააკეთა და დარწმუნებული ვარ მე საქართველოს ტერიტორიაზე მოიძებნება და დასაწყობებულიც აქვს უკვე ასაფეთქებელი საშუალებების და თუ მოუნდებათ ამის გაკეთება დივერსიულადაც გააკეთებენ და თუ ისეც მოუნდებათ ისეც გააკეთებენ სარაკეტოქსით. ჩვენზე მოწყვლადი საზოგადოება უტრაკოები მე არ მეგულება კავკასიის რეგიონში.
და სხვათა შორის პატრიოტიზმისგან გარეცხილებით რა, ეგეც უნდა ითქვას. ამის თქმა მინდოდა. და დიდი ბოდიშით რა ამ სიმართლეს რო ვლაპარაკობ, ბევრს შეიძლება არ მოსწონს ეს, მაგრამ ეს არის მწარე სიმართლე. კაცი შვილმა არ იცის ახლა რა პროცესები მიმდინარეობს. როცა ინგა გრიგოლიას უნდოდა ივანიშვილის შვილს ბერას ტრაქში ეტენებოდა მისი შვილით და მისი ბოზანდარა ქალიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყავდა იქ ვიღაცის შეგდებული ყავდა ვიღაცის ლოგინში და დანიშნული ყავდა და იმითი ბლატაობდა რა ვის რა საჩუქრები მისცა ბერამ ქორწინებას და მე უცებ აღარ არიან ისინი რა ჩემი სათქმელი გასაგებად ვთქვი ვინც მოისმენს ამას მოისმენს და ვინც არ მოისმენს ამას და დააკვირდება პროცესებს როგორ წავა ყველაფერი რა როგორც იცი რა ემუქრება ბოლო სიტუაციას აი მე გეტყვით აგე რა საბოლოო ჯამში ესე თუ გაგრძელდა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დაუჯდებიან ამ რეჟიმს რომელიც არის ახლა დღეს ირანში ეძებენ იმ რეჟიმში ადეკვატურ ძალას და დაუწყებენ ლაპარაკს. არაფერიც არ იქნება. სხვანაირად ასე თუ გაგრძელდა. იმიტომ რომ მოულოდნელობის პრიორიტეტი დაკარგეს ომში დაბომბებით პოლიტიკური მიზნები ვერ მიაღწიეს 84 წლის კაცის მოკლა დიდად პროცესებზე არ მოქმედებს ამან უფრო გააღიზიანა ყველაფერი ჰორმუზის სრუტეზე წარმატება არ არის მიღწეული ნავთობის ფასებში ყველაფერი მძიმედ მიდის მსოფლიო ბაზარზე ევროპა ისრისება და ეს პროცესები მძიმდება და მძიმდება სულ ამის თქმა მინდა რას მიაღწიეს რომ შეიცვალა ირანში ხელისუფლება თუ რა არის ეს რატო უნდა განვიხილავდეთ მე საქართველოში მე არ მესმის საქართველოს ტელევიზიებში ჩემსავით ვიღაცა გამოვა და რაღაცას ილაპარაკებს ეს სხვა რაღაცა საქართველოს ტელევიზიით რატო უნდა განიხილებოდეს შეგიძლიათ ვინმე მომიხსნა თუ შიშროებიდან აი რა იცი აი რომელი კუთხე უნდა გააკეთონ ირანის ოკუპირების რო იქ ჩაიყვანონ ეგრეთ წოდებული პრინცი რო ყავთ რომელიც აბსოლუტურად არა ავტორიტეტულია მის ხალხში და იქედან დაიწყო უკვე პროქსიომები თავის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხმელეთზე აი რატო უნდა განვიხილავდეთ ამას საქართველოს ტელევიზიებში რა ჩვენი ტრაგისთვის ვერ მოგვილია ბიჭო აფხაზეთი და ცხინვალი ეგერ ჩვენი ქვეყანა გვაქვს ჩვენ ოკუპირებული რა გვინდა ირანთან ატომს ეჭიდავებოდა ტიპი რო გაიკეთებია აი რო ადგეს ახლა თქვენ ტელევიზიაში ჩამოუშვას ერთი ბალისტიკური რაკეტა მე აშვებით მე კიდე გაგიჩნდებათ სულ მე წამებულები იქნებით თქვენ რელიგიაში რო არა ამაი რაღაცა არა ქრისტიანობას კი არ გულისხმობთ თქვენ რელიგია თქვენ პოლიტიკურ მრწამში რო არა წამებულების თემა თქვენ ტრაგის მიცემა შეგიძლიათ მაგრამ თავის გაწირვა ქვეყნისთვის რო არ შეგიძლიათ მე თქვენ შეგიძლიათ მარტო ქვეყანას მოუტანოთ ტკივილი всё შემოკარგებო მე ჩემი სათქმელი ვთქვი და ალბათ რა კიდე დამრჩა რაღაცის სათქმელი დაღლილი ვარ ნამეტანი და როცა მოახერხებ მაგისთვის კიდე აუცილებლად შემოვალ და სწორ ინფორმაციას, ჯანსაღ ინფორმაციას ასე ვიტყვი და ხამ მომსმენი მოусმენს, არ მომსმენი მოусმენს თარგამაძეს და ინგა გრიგოლიას და ქვეყანაში დემოკრატია გვაქვს რა. ვისაც, რასაც უნდა იმას აკეთებს და ვისაც, რასაც უნდა იმას უსმენს და სამწუხაროდ ისე არის რომ ვისაც რასაც უნდა იმას უკეთებს ამ ქვეყანას და ვისაც რასაც უნდა საით მიყავს იქეთ მიყავს ამ ქვეყნის პეთი. იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანაში არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა და განვითარების პოლიტიკა და საზოგადოებრივი აღმშენებლობის პოლიტიკა და არაფერი და ვიძირებით ნეხში. ეგაა სიმართლე. და სხვის ომებში ხდებით შემეტენე და საწაგვიყვანს მაგას კიდე დავინახავთ მაგის შედეგებს. მაინც მე ახლა მოსახლეობას მინდა რომ სიმშვიდე უსურვო და არ აყვნენ ამათ და რეაქციებს მიცემენ ამათ საუბარს
და ნუ გააღვივებენ ამათ ბოროტებას გაკეთებულს ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების მიმართ. ეს იქნება ჩემი მოწოდება. ამაზე სწორ დარიგებას მე ამ ღალატის მიმართ ვერ მოგცემთ, იმიტომ თუ განეიტრალდება რა ამათი ჰიბრიდული ომის ეს ფორმა, სადაც მიზან მიმართულ პროვოკაციაზე მაქვს ლაპარაკი, შეიძლება დაკარგოს აქტუალობა რა ამ შხამს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამძიმედ გვექნება საქმე. ძალიან ცუდი რაღაცა შეიძლება დაგვემართოს. მადლობთ.